თვასო უწმინდეს და უნეტარესო. ზუსტად 8 წელი გავიდა იმის შემდეგ, როდესაც პირველად მოვედით თქვენთან, თქვენ დაგვლოცეთ. 2017 წელს შეიქმნა სწორედ თქვენი ნათლულების გუნდი, გალობელ მომღერალთა გუნდი და დღეს უკვე 150-ზე მეტი წევრი ყავს მომღერალი ამ გუნდს. ყოველთვის ველოდებით თქვენთან შეხვედრას, დიდი სიყვარულით, აი ეს ბავშვებიც ახლა ყველაზე დიდი საპასუხისმგებლო დღე არის დღევანდელი დღე, ამ 8 წლის განმავლობაში უკვე მე-5-ჯერ გვაქვს პატივი თქვენთან შეხვედრის და კიდევ დიდხანს გვინდა თქვენი ლოცვა, თქვენი ლოცვით გვინათებდეთ გზას, სიყვარული, რომელსაც არ იტევს გული, ეს არის თქვენი სიყვარული და ჩვენი შემოქმედებით გვინდა რომ ვიმღეროთ ისე როგორც ეკადრება ქართველ ერს, ვიგალობოთ ისე როგორც გეკადრებათ თქვენ და თქვენი ლოცვა კურთხევა დიდხანს გქონდეს. Jansula,
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენი ნაცვლი ვარ და დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ. უდიდესია თქვენი ღვაწლი ქართველი ენის მიმართ და ამისთვის ძალიან დიდ მადლიერებას გამოვთქვამთ. მინდა რომ ძალიან დიდხანს გყავდა და ქართველმა ერმა კიდევ დიდხანს ისმინოს თქვენი ლოცვა კურთხევა. მიყვარხართ ძალიან. მე გახლავართ ბარბარე ბასილაშვილი. უწმინდეს ხოდა უნეტარესო. დიდი სიხარულით მოვედით თქვენთან და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვართ. მადლობა ყველაფრისთვის, თქვენი ლოცვისთვის, სიყვარულისთვის და ყველაფრისთვის. უფხალმა დიდხანს გვიმყოფოს თქვენი თავი, როგორც ჩვენი სულიერი მამა, ნათლია და სიყვარულის მაგალითი. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, სიძლიერეს და მშვიდობას. ჩვენო ნათლიაო, ძალიან გვიყვარხართ. მოგესალმებით პატრიარქო და დამსწრე საზოგადოებაო. მე ვარ ელენე ტყემალაძე. ოჯახში უმცროსი და პატრიარქის ნათლული. ძალიან მიხარია რომ აქ მოვედი და თქვენ ნახეთ. ძალიან მიხარია, წარმოუდგენელია ეს სიხარული. მე სულ მინდოდა რომ მე ნახა ჩემი ნათლია და მეთქვა რომ ძალიან მიყვარს. მე მჯერა რომ თქვენი ცხოვრობ ძალიან დიდი ხანი და ღმერთმა გაცხოვრო ძალიან დიდი ხანი.
წმინდესო და უნეტარესო. იაშებიცლეს. გევანდელისე. ასე ადვილად აღვიქვა. იმიტომ რომ ეს განსაკუთრებული დღე. წმინდა ნინო შემოგვიძანებს. ეს ბავშვთა დღეა. ეს თქვენი ნაცვლურებით ეს ყველაზე ბედნიერები არიან. იმიტომ რომ მარტყავთ ისეთი ნათლია თქვენი სახით. სოფლიოში არაფერია. იმიტომ რომ ჩვენ ამოდა ვთქვათ. ითქვას 8 წელზე ჩვენს ერის წინაშე რაც ამ 9 საუკუნის განმავლობაში თქვენ გააკეთებთ. ამიტომ მოკლედ ვიტყვი თქვენთვის ყველაზე ძვირფასია ჯანმრთელობა. ეს ძალიან გვჭირდება. ჩვენს ხალხს, ჩვენს ბავშვებს, ამათ მშობლებს, ყველა იმ ბავშვებს კიდე ვინც აქ არ გვესწრება ჩვენ საქართველოს ყველას. და მინდა რომ ამისათვის ძალიან დიდხანს იცოცხლოთ, ბევრი მოგენათლოთ, ძალიან ბევრი ძვირფას საქმეებთან ერთად რაც გააკეთეთ ჩვენი ერისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთი ბრძნული ამბავი რომ მოიფიქრეთ, რომ ერი გამრავლებულიყო და დღეს აი ერთ-ერთი წარმომადგენელია აი ეს თქვენი 8 წლის აი ეს ბავშვები და მინდა ამ ბავშვებს უთხრა ბავშვები ყველაზე პატარიდან დაწყებული და ყველაზე დიდი საქართველოში 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს უთხრა რა ბედნიერები ხარ და რა ბედნიერები ვარ და მე პირადად რომ მე ამ დროს მოვესწარი როცა ჩემი პატრიარქი არის უწმინდესი და უნეტარესი. დიდხანს გვიცოცხლოს ღმერთმა თქვენი თავი ჯანმრთელად როგორც აი ეს ბავშვები ამ მშობლები და ყველა და ჩემი ოჯახი გლოცავთ და ის ჭეშმარიტი მრევლი აი ასე და როგორც თქვენ ლოცავთ ყველას ეს ლოცვა უკან დაგებრუნოთ და ძალიან დიდხანს ვყავდეთ ჩვენს ერთად ჩვენ ქართულ ხალხს იცოცხლეთ დიდხანს წელზე მეტი ვიცხოვრია როგარზე ბევრ საშავ დღეს მოსწრები ვარ მაგრამ ერთსაც მერიესა ვიმღერია ილეც ვიმღერ ჟეს ვილრავალ ჟამიესა ვიმღერია ილეც ვიმღერ ჟეს ვილრავალ ჟამიესა ქართულ სისხლით შეღებილი ესაზღვარი არის ღვიე ქართულ დედის დაზრდილ შვილებს